აანალიზებს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებულ პროცესს და ჩვენ 7 და 8 ივლისს მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, ვის დაუჭერს მხარს პარტია თეთრების საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე პირადად როგორც სახალხო კრების წევრს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ აქ პარტიაში ჩვენ ვცდილობთ, რომ 7000-მდე წევრმა შევძლოთ, რომ თითოეულმა თავისი მოსაზრება გამოთქვას და შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება. როგორც გითხარით, 7-ში ან 8-ში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ სამ მოთხოვნას ეხლა ვაყენებთ პრეზიდენტობის კანდიდატთან, ვისაც მხარს დაუჭერთ. პირველი ეს იქნება, რომ მართვის სისტემა არის საქართველოში კორუმპირებული, აბსოლუტურად მიუღებელი, ის არ შეესაბამება დემოკრატიის არც ერთ მოთხოვნას და ამიტომ პირველი ჩვენი მოთხოვნაა მართვის სისტემა უნდა შეიცვალოს თავიდან ბოლომდე. საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული და სისტემური კრიზისია საერთოდ, ამიტომ პროცესი უნდა იყოს შესაბამისად გამომდინარე აქედან. მეორე რასაც ჩვენ ვთხოვთ, პირველ რიგში დავამატო, რომ ჩვენ მართვი ხელისუფლებას ვთხოვთ მხოლოდ ერთ რამეს, შექმნას კონკურენტული გარემო. რასაც აკეთებდა მოკავშირე 70% მისი საქმე არ იყო, რასაც აკეთებდა აღორძინება 90% მისი საქმე არ იყო, რასაც აკეთებს ნაცმოძრაობა თითქმის 100% მისი საქმე არ იყო. საქართველოს მოსახლეობა უნდა გაიგოს, რა არის ხელისუფლების ფუნქცია. ხელისუფლების ფუნქცია დემოკრატიულ ქვეყანაში არის კონკურენტული გარემო შექმნა. კონკურენცია არის ნიჭის ძალაუფლება. ვინც შექმნის ნიჭის ძალაუფლებას, იგი მიეხმარება ქვეყანას. მეორე, ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატისაგან ვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას. მესამე, ჩვენ ვითხოვთ მადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს არის სამი ჩვენი ამ ეტაპზე მოთხოვნა. საპარლამენტო არჩევნებს, მადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის საწყის ეტაპზე ჩვენი სამი მოთხოვნა. როგორც გითხარით, 8 რიცხვში იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ მანამდე ვაკეთებთ ძალიან დიდ ანალიზს და პრეზიდენტობის კანდიდატს, ვისაც დაუჭერთ მხარს, მასთან მივავალთ გარკვეული, კი არა, ძალიან სერიოზული პროგრამით. ამიტომ მე დღეს თქვენთანაც ჩვენ წარმოგიდგენთ სამი დოკუმენტი. პირველი დოკუმენტი სტატისტიკა, ანუ ანალიზი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაცრები სიცრუით გვმართავდნენ და სიცრუეში გვაცხოვრობდნენ. მე ძალიან გთხოვთ, რომ ამ დოკუმენტში მოცემულ ციფრებზე, ვისაც შეკითხვა გექნებათ, მზად ვარ გიპასუხოთ და ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს დოკუმენტი, რომელსაც წარმოგიდგენთ, განთავსებულია tethrebi.org საიტზე, შეგიძლიათ ნახოთ, გაანალიზოთ, იმიტომ რომ სრულადაა ყველაფერი წარმოდგენილი. მე დღეს ვერ შევძლებ, რომ აქ სრულად წარმოვადგინოთ თქვენს წინაშე, ამ დროს ვერ დავიკავებ, მაგრამ პირველი რასაც წარმოვადგენთ ანალიზი, აქ პირდაპირ ჩვენი შეფასება ასეთია, თეთრების შეფასება. ეს არის შემაძრწუნებელი და შემაშინებელი ანალიზი. ანალიზი, რომელიც ადასტურებს, რომ პრაქტიკულად სახელმწიფო აღარ ვართ. ანალიზი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ბიუჯეტი და ერთიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობა თანხებში ეს არის საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფული. სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ ბიუჯეტში შესული ყოველი ლარი მხოლოდ 20 თეთრი საქვეყნო საქმეს აკეთებს. სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ ნაციონალურმა ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას გენოციდი მოუწყო. სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში სისტემური კრიზისია და რომლის დაძლევა მხოლოდ სისტემური ცვლილებებით არის შესაძლებელი. სტატისტიკა, რომელიც ადასტურებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელმძღვანელობაში 1991-2013 წლების ყველა პოლიტიკური პროცესი შეფასდეს და ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქამდე მიგვიყვანა, უნდა გასამართლდეს. ეს არის თავარი დოკუმენტი, რომელთაც თქვენთან მოვედით. ჩვენ ამავე დროს წარმოგიდგენთ, აქ ერთი რამ უნდა გითხრათ მხოლოდ, თქვენ რომ დაწმუნდეთ და ვინც ამ გადაცემას ნახავს. უბრალოდ დააკვირდით ციფრებს, ბატონო, მე როდესაც ვუბრუნებ, საქართველოს ეკონომიკა არ არსებობს. მთლიანი შიდა პროდუქტში მოცულობის წელი არის 16%. 16% სოფლიოში არ არსებობს ესეთი რამ. სოფლის მეურნეობის წელი არის 8% და ქაღალდები, რომლებსაც ჩვენ იუსტიციის სახლებში მყიდულობთ და ვიხდით ფულს, ის არის 13%. აი უბრალოდ მე მოსახლეობის და თქვენ ჟურნალისტებს მინდა გითხრათ, შეიძლება რომ ჩვენს მიერ იუსტიციის სახლებში ნაყიდი ქაღალდებისში გადახდილი თანხა 1.6-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე ერთიან ეროვნულ პროდუქტში შესული თანხა სოფლის მეურნეობიდან. ანუ ეკონომიკიდან შესული თანხა იმდენია, რაც აი ქაღალდები რო ვიყიდეთ, ფასიანი გახადეს ყველაფერი, მოსახლეობის ჯიბიდან იღებენ ფულს და არის საშინელი მდგომარეობა. თქვენ ამ ანალიზებში ნახავთ იმას, რომ პენსიონერმა თავისი საპენსიო თანხით გარანტირებული და იღებს ხო პენსიას, რომ აიღოს
ვთქვათ, სესხი ბანკებში 5 თვეზე 18%-იანია, 40%-ს აღემატება წლიური თანხა. ესეთი რამ სოფლეობა არ იცის. ესე იგი გაადაღადაგეს, გაანადგურეს საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს პრეზიდენტს ყოფნის იმის სინდისი, ნამოსი თუ აქვს საერთოდ ილაპარაკოს ეკონომიკას და ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე ეკონომიკა ეხლა დაინგრა. ეს არის ძალიან მძიმე ციფრები, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს და აქ მინდა ავაგო ამ იმაზე უბრალოდ ვიდრე ამ საკითხს შევეხებოდე, მინდა გითხრათ, რომ სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტის ირგვლივ იმაშიც კიდევ თანხმდებიან, რომელი რიცხვი გამოაცხადონ საპრეზიდენტო არჩევნების დღეთ. გამოცხადდა გუშინ 27 და იგივე პიროვნება, ვინც გამოაცხადა, თქვა, რომ ტექნიკური შეცდომა მომივიდა. ასეთ რამეში რომ შეცდომა მოუვა პრეზიდენტს და მის აპარატს, რაში უნდა ელდო იმას? აი, ვინ იყო 9 წლის თუ 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველი? საერთოდ ეს გადაწყვეტილება არის ანტიქართული. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ერთიანობას. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. იმიტომ რომ 1,5 მილიონი ამომრჩეველი არის ქვეყნის გარეთ და სამუშაო დღეს არჩევნების დანიშნა, ეს ნიშნავს 1,5 მილიონი ადამიანს უთხრა ქვეყნის გარეთ, რომ თქვენ მე არ მაინტერესებთ და თქვენი აზრი არ მაინტერესებს. ეს არის კატასტროფა, როგორი გადაწყვეტილებაც მიიღო პრეზიდენტმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს ერთი და მეორეც, რომ ვილნიუსის სამიტს დაესწროს როგორც პრეზიდენტი. ანუ პიროვნება, რომელსაც სოფლიოში უკვე აღარავითარი ავტორიტეტი არ აქვს, აი ამ სამიტზე უნდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის სახელით მივიდეს. ეს იქნება საქართველოს სირცხვილი და ქართველი ხალხი იქნება მართალი თუ მოითხოვს, რომ ეს კაცი, რომელმაც უბედურების მეტი არაფერი მოუტანა, ასე დიდ საერთაშორისო დიდი მასშტაბის შეხვედრაზე, საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრაზე არ წავიდეს. ეს ერთ-ერთი ჩვენი სურვილი და წინააღმდეგობა არის. ჩვენ დღეს მესმის რა მდგომარეობაშია დღევანდელი ხელისუფლება, პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჯერ ერთი ვადასტურებ ადრე თქვენთან ნათქვამს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ამ ჩასაფრებული ხელისუფლებით და ამ გუნდით, რომელსაც მას ებმოყავს, მეტის გაკეთება არ შეუძლია. მე ვთვლი, რომ სრულად ესე იგი პრეზიდენტი თუ იქნება კოალიციის გარეთ, გაცილებით უკეთესი იქნება ბატონი ბიძინასათვის და თუ ისეთი პრეზიდენტი მოვაკიდე, რომელიც თავის პროგრამაშივე იტყვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია, სრულად იქნეს გამოყენებული. მისი გუნდი ღრმის ანგრევს შლის მის პოტენციალს, მაგრამ აი თუ მოვა სხვა პრეზიდენტი და პრეზიდენტი მოვა კოალიციის გარედან, დარწმუნებულია, რომ გაცილებით უკეთესი იქნება საქართველოში მდგომარეობაც და გაცილებით უკეთესი იქნება შესაძლებლობა, რომ გამოყენებული იქნას ის დიდი პოტენციალი, რომელიც ამ პიროვნებას გააჩნია. ჩვენ დღეს საქართველოში საუბრობენ, რომ არის სისტემური დანაშაული, სისტემური კრიზისია ამ ქვეყანაში. დანაშაული არის ორგანიზებული, ორგანიზებული არა რომელიმე ჯგუფის მიერ, არა სახელმწიფო ჯგუფის მიერ. თეთრები ვარქმევთ სახელს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. არავითარ სისტემურ დანაშაულზე ლაპარაკი ქვეყანაში არ არის. ქვეყანაში არის სისტემური კრიზისი დიდი ხანია, რამდენიმე წელია, პრაქტიკულად 1990 და 99 წლის დონეზე ვერ მივიდა ვერც ერთი სფერო ეკონომიკის და არის სრული სტაგნაცია ყველაფერში და რეალურად რამდენიმე წელია გაღრმავდა და არც ერთ სფეროში არ შემოლებულა კრიზისი ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ შექმნილ მდგომარეობას ვარქმევთ როგორც სისტემურ კრიზისს ქვეყანაში და ვამბობთ, რომ ის რაც ხდებოდა დანაშაული, ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დანაშაული საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პოზიცია, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან ბევრმა იურისტმა თქვა, რომ ასეთი დეფინიცია სისტემური დანაშაული არ არსებობს. არსებობს გამარტება, ორგანიზებული დანაშაული. ამ ორგანიზებული დანაშაული საქართველოში ჩაიდინა ხელისუფლებამ. ხელისუფლების მიერ ჩადენილი ორგანიზებული დანაშაული. აი ყველაფერი ჩვენი წინადადება, ჩვენი მოსაზრება, როგორია ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება. შემდგომი საკითხი რაც მინდა ვთქვა, ბატონ ბიძინა ხვალ ატარებს ბრიფინგს. მინდა გითხრათ, რომ საერთოდ როცა საუბრობთ, რომ სისტემა არის შესაძლებელი, მე ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო და ძალიან კარგი იქნება, თუ ხვალ ბატონ ბიძინა ივანიშვილი თუ შეძლებს და დღეს არ ვინმე მიაწვის მას ინფორმაციას, შესაძლებელი იქნება ამ კუთხით ნაბიჯი გადაიდგეს. თქვენ ეს დოკუმენტი დაგირიგდათ, რომელშიც ჩვენ საუბრობთ ზუსტად იმაზე, რომ მართვის მექანიზმი თავდაპირველად შესაძლებელია და ერთი დეტალი არის მოყვანილი აქ. თქვენ ჟურნალისტები და მოსახლეობის დიდი ნაწილი დაგვეთანხმებით, რომ რასაც დღეს ავლენენ ადმინისტრაციული ორგანოები,
არაფერი არ არის უცხო. ან თქვენ დაწერილი, ან ჩვენ ინტერვიუებში გვაქვს ძალიან ბევრს ნათქვამი. ამაზე უარესები გვაქვს ნათქვამი. მაგრამ დღეს ჩვენ რაღაც ახალი ამერიკის აღმოჩენას ვეძახით იმას, რომ თურმე ეს მოხდარა ციხეში. ყველა ეს ფაქტი იყო ცნობილი. მაგრამ რატო ვერ ხდებოდა მისი გამოვლენა? სააკაშვილმა შეძლო ძალიან სერიოზული მექანიზმის შექმნა, იგნორირების. ვიზაც გინდა, რაც გინდა თქვი, მუდეშინია, ვისაც გინდა, რაც გინდა დააბრალე, მუდეშინია. არც შენ უნდა გეშინოდეს თუ იმას რაიმეს აბრალებ და არც იმას უნდა ეშინოდეს, ვისაც რაიმეს აბრალებ. არც შენ გთხოვენ პასუხს, რატო აბრალებ რამესო, თქვა მინისტრს თუ რომელიმე ხელისუფალს და არც ხელისუფალს თხოვენ პასუხს, ეს მართალია თუ არაო. აი ანარქია, სრული ანარქია, რომელიც შექმნა სააკაშვილმა, რომელმაც დააყოყოჩა ყველა პოლიტიკოსი, რომელმაც არ ნახული ძალაუფლება, პირველად ყველა შეშინდა, რაღაცა დაიწერა პრესაში ან ტელევიზიით გადაეცა მათზე. მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია, ანუ დასრულდა ყველაფერი. ბატონი ბიძინა ველიშვილიც მიდის იგივე გზით, როგორი გზით მიდიოდა სააკაშვილი. ანუ იწერება იმდენი რა მათ მინისტრებზე, კაცი პასუხს არ უთხოვს. ან ვინც წერს, იმას მოთხოვოთ პასუხი, ტყუილია თუ მართალია. ან იმის მოთხოვოთ პასუხი. ან იმის მაინჩინო სასამართლოში. ვიდრე ეს არ დადგება, რომ ვინმე თუ იმას რამეს აბრალებს, ის დაწონოს თუ არა და პასუხს აგებინებენ რაიმეს დაბრალებისათვის და ვიზეც რაიმეს დაწერენ, თუ ხელისუფლება იმას პასუხს არ მოთხოვს, თუ ეს არ დადგება, ჩვენ ისეთივე სიტუაციაში ვიქნებით და 5-6 წლის მერე ვიტყვით, რომ თუნდაც ბიზინა ივანიშვილის დროსაც ხდებოდა ასეთი ფაქტები. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა ხვალებულ პრესკონფერენციაზე სწორედ ეს დიდი წერტილი დასვას. უკვე ჭორიკნებად იქცა პოლიტიკა, უკვე ესე იგი ბრალდებების იმათ იქცა ყველას გამოსვლა, პოლიტიკოსის იქნება თუ ჟურნალისტების ბრალი არაფერი არ არის. ჩვენ ხელისუფლების თუ პოლიტიკოსები, პოლიტიკის წარმომადგენლები ლაპარაკობთ ისეთ რამეებს, 1%-იც თუ მართალია, ეს ქვეყანა არ არსებობს. კი, მაგრამ საკითხი ისე უნდა დადგეს, რომ პრესაში რაც იწერება 99%, როგორც ეს ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებშია, 99% მაინც უნდა იყოს მართალი. მაგრამ იმას პრესა ვერ შეძლებს. ეს არის დამოკიდებული დღეს ერთ კაცზე. ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც უნდა თქვას, რომ ბატონებო, ვიზეც რაიმე დაიწერება, სასამართლოში იჩინეთ და პასუხი აგებინეთ, თუ რაიმეს გაბრალებთ, თუ არა და თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენ არ დარჩებით არც ერთი თანამდებობაზე. ხალხი უკვე დაიბნა, ვეღარ გაიგო, სად არის სიმართლე. 90% ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და რას ლაპარაკობს, ვერ გაიგებ, ანალიზი არ გააჩნია, მის საიტზე შეხვდა ერთი ფურცელი არ დევს, არაითარი ანალიზი არ გააჩნია და ყველაფერში ბრალს დევს. ჩვენ გვაქვს უდიდესი ანალიზი და ძალიან გვიჭირს რამის თქმა, ვიდრე იმიტომ მოვედი თქვენთან ამ დოკუმენტებით, რომ ამ დოკუმენტებში ანალიზებია წარმოდგენილი. სხვანაირად ვერც კი ფიქრობ, რომ რომელიმე ადამიანზე რაიმე თქვა. ეს ერთი რჩევა არის ამასთან დაკავშირებული. ეხლა შეეხება როგორ მე მინდა 2-3 წუთი მოვცეთ კიდე, რომელიც თქვა ამას დაასრულებს და მე ამ კითხვებზე გიპასუხებთ, რომ ჩვენ დღეს მე მოვედი ერთი რამის სათქმელად და გითხარით, როგორ ქართული ეკონომიკა არ არსებობს, საქართველოში ეკონომიკა არ არსებობს. დემოკრატიული ეს ქვეყანა, სადაც მეწარმეა თავისუფალი. არავინ ფიქრობს, რომ ტელევიზია, პრესა არის თავისუფალი ქვეყანა, სადაც მეწარმე არ არის თავისუფალი. საქართველოში მეწარმე არის ყველაზე მონურ მდგომარეობაში. მაგრამ მონურ მდგომარეობაში არიან იმიტომ, რომ საქართველოში ბიზნესმენები არიან დანიშნული. მე ჩამოგითვლით თქვენ ძალიან ბევრ დანიშნულ ბიზნესმენს ძმებს და გრძელდება ესენი. ვანინე რამიშვილი და მისი ოჯახი და მისი გარემოცვას დანიშნული ბიზნესმენებია. ძმები კუბლაშვილები დანიშნული ბიზნესმენები არიან. ძმები ბეჟვაშვილები დანიშნული ბიზნესმენები, დავით კეზერაშვილი დანიშნული ბიზნესმენი იყო. კარის კაცი იყო სააკაშვილის და ყველაზე მდიდარი კაცი გახდა 5 წლის განმავლობაში სააკაშვილის კარზე, ანუ დანიშნული ბიზნესმენის გარდა. ვის შეეძლო ამის გაკეთება? დავით არგამაძე დანიშნული ბიზნესმენია. კახა ბენდუკიძე საქართველოს ჩამოვიდა როგორც ბიზნესის რაღაც ელემენტების მცოდნე და საქართველოს დანიშნული ბიზნესმენი გახდა. პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი არველაძე, არჩილ გეგენავა, კოდნეების კლანი, ახალაიების კლანი, შარანგიების კლანი, რულიების კლანი, გიგა ბუკერიოსო ოჯახი, მერაბ სამადაშვილი, ზუია ციჭინავა, ნამირან მესხელი, ამ ხალხს საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს. თელს შინება საქმეთა სამინისტროს მესხელი ატრიალებდა. თელ ბიზნესმენებს ისატარებდა. წყნარადაა მშვიდათაა, ცხოვრობს არაფერი, ეთყობა რაღაც გარიგებებია. მიხეილ მაჭავარიანი და მისი კლანი, უბოლავას დიდი კლანი, დავით ბაქრაძის სიმევრი და ოჯახისევრები, თქვენ მიგონიათ რომ ისინი წყნარები იყვნენ და ბიზნესში არ არიან ჩართულები. ამ ადამიანებზე გაგიგონიათ რაიმე? 90% საქართველოს
ეკონომიკის დღეს არის დანიშნული ბიზნესმენების ხელში. ესენი არიან ნომენკლატურული მუშაკები მოკავშირის, აღორძინების, ნაცმოძრაობის. სხვა დღეს ბიზნესში არავინ არ არის. დღეს აი მე მინდა ვისაუბრო პირველად სამადაშვილი, რომელიც ზესტაფონს აზის თავის ზესტაფონი კარს გამგებელია, არც პროკურორი, არც პოლიციის უფროსი არავინ არ არის რაიონში. ის ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარეს სასწრაფველობას. აქ არსებობს მხოლოდ ერთი, მერაბ სამადაშვილი. ხილადრიელიდან მოდის, მოკავშირში კარები კარგად გახსნა, აღორძინებასთანაც კარგად იყო, ნაცმოძრაობაში წამყვანი ფიგურა იყო, დღეს ერთ-ერთი სერიოზული ფიგურა არის, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებაშიც მოძებნა თავისი წარმომადგენლები. ჩვენ გამოკვეთილად და პირდაპირ ვამბობთ. ტვინით გატანილი ადამიანები, თანამედროვე ბიზნესის მცოცავი ადამიანები, უსაქმურად დადიან, მათ არავითარი მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ როდესაც პარტიული ნომენკლატურის დანიშნულ ბიზნესმენებს უჭირავს თემი ბიზნესი ხელში. ანუ პრაქტიკულად რომ ვთქვათ, სოლომონ ისაკიძე მეჯგანოაშვილი გაცილებით პროგრესული კაცი იყო თავისი ეპოქისათვის, ვიდრე დღეს მერაბ სამადაშვილი და მისი მსგავსი ვინც ჩამოთვალენ ეს ბიზნესმენები ამ ეპოქისათვის არიან. ესე იგი, რეალურად გამოვიდა ესეთი მდგომარეობა, რომ ადრე ყვარყვარიზმი შობდა ბიზნესმენებს. დღეს ბიზნესმენებმა ყვარყვარებად აქციეს გამგებლები, გუბერნატორები, მერები, მინისტრები და ძალიან ბევრი ვინმე. რეალურად ვის ხელშიცაა ფული, ისინი მართავენ რაიონებში, ქალაქებში, მხარეებში ყველაფერს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია წინადადება, რომელიც ზესტაფონებმა დაიწყეს, რომ ძალიან კარგია თქვენ მოგეცათ ეს დოკუმენტი და სასიამოვნო იქნება, ვისაც ძალიან კარგი იქნება თუ ხვალ ბატონ ბიძინეველიშვილსაც დაუსვოს ამ კითხვას. ისინი ქმნიან ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტს, დაიწყება ბრძოლა ზესტაფონისათვის და ისინი თვლიან, რომ ეს იქნება სამომავლო ბრძოლა ბიზნესში მოპარბაში მეჯგანოაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის. მათ უნდათ რომ ორი კვირის შემდგომ დიდი ზეშემოძახილი გააკეთონ მთელი საქართველოსათვის. ეს არ არის მარტო ერთი ქალაქის პრობლემა. ზესტაფონი უნდა იყოს დღეს ყველაზე მდიდარი რაიონი. ფოთი, ზესტაფონი, ბოლნისი, რუსთავი, შესაბამისად, თქვათ, ბევრი ასეთ სადაც არის, ამ რაიონებში უნდა იყოს დღეს ხალხი ცხოვრობდეს ყველაზე უკეთესად, სადაც ყველაზე უკეთესად ცხოვრობდეს, იქ ცხოვრობს ყველაზე უარესად. იმიტომ რომ იქ ეს მეჯგანოაშვილები, ეს ბიზნესმენები ფიქრობენ არა იმაზე, რომ ხალხი ცხოვრობდეს კარგად, არამედ როგორ იყვნენ კარგად ხელისუფლებასთან. ბატონ ბიზნეს მოუმართავ, ბატონო ბიზნესმა მოქალაქეთა კავშირის დროს, აღორძინების დროს, ნაცმოძრაობის დროს ხელისუფლება ყიდულდა კეთილ განწყობას. მის ნომენკლატურულ ბიზნესმენებზე, დანიშნულ ბიზნესმენებზე. მე ისეთი შტაბ-ბინა რჩება, რომ ეს პროცესი თქვენთანაც იწყება. ჩახსენით ბატონო ბიზნეს ეს პროცესი და აი მართლაც თანამედროვე ბიზნესის მცოდნე ადამიანებს მიეცით გზა, მიეცით კრედიტი, მიეცით საშუალება, მიშექმნით საბანკო მონოპოლიზმი ამ ქვეყანაში, რომ პრაქტიკულად გასაქანი არ აქვს არც მოქალაქეს და ბანკებმა ჩაიგდეს ყველაფერი ხელში. მიშეიქმნა ამ ქვეყანაში გაზისა და ენერგეტიკის მონოპოლია, რომ ჩაიგდეს და დაიმონეს ბიზნესმენები ხელში და ეს ხალხი ესე იგი ქვეყანაში ეკონომიკა გაჩანაგდა, სამუშაო ადგილები ჯართად იქცა, ხალხში ფული არ არის და გვყავს მილიონერი ბანკირები. ესეთი რამ სოფლიოში არ ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში, ესეთი რამ ხდება იმ ქვეყანაში, სადაც დიქტატორი ზის და დიქტატორი უჭერს მხარს საბანკო მონოპოლიზმს და დიქტატორი უჭერს მხარს მონოპოლიებს ენერგეტიკაში და გაზში. აი ეს არის რეალობა დღეს რამ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ქვეყანა. მე მიმაჩნია რომ რადიკალური ღონისძიებების მიღებაა საჭირო, ეჭვმეპარება, კარგი წამოწყებაა ზესტაფონებს იმის თაობაზეც რომ გამოცემ გაზეთი, რომელიც იქნება გაზეთი მოწვევის ბარათი, ღირილებაც იქნება, ანალიზი იქნება მოცემული შეგ. მე თქვენ დაგირიგდათ რამდენიმე ციფრი და წარმოიდგინეთ, აი როდესაც იცით რომ ზესტაფონში რა მდგომარეობაა, მე რაც მომწეს იქ სპეციალისტებმა. ზესტაფონის რაიონი მსოფლიო მასშტაბით მე-7 ქალაქია რადიაციის მიხედვით. ზესტაფონში ამოფრქვეული მეორადი ნარჩენების მეტალის გამო 440 ბავშვი დაავადებულია ცერებრალური დამბლით, სიმახინჯეების თანხლებით. 10 მშობიარიდან 6-7 ბავშვი მახინჯი იბადება. 100-დან 80 ბავშვი დაავადებულია ჩიყვით. 150 ბავშვი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. ხშირია შემთხვევები რადიაციით გამოწვეული ქრონიკული ნეფრიტების, ქრონიკული ბრონქიტების და შემდგომ სხვა საავადმყოფობები და 100-დან 30 ბავშვი დაავადებულია ლეიკემიით და მწვავე ლეიკოზით. ბატონო, საქართველოში ხდება.
ეს ხდება ზესტაფონში, რომელშიც ყველაზე უკეთესი ცხოვრება უნდა გქონდეს. და ამიტომ სწორად იცევლენ ზესტაფონები. სამწუხარო ის არის, რომ მათ ქალბატონ თეატროლოგიალის ძალიან დიდი იმედი გქონდათ და მე დავპირდი, რომ ქალბატონ თეატროლოგიალის ნუ დაგიტყდებათ გული შეასრულებს თქვენს იმედებს თქო. ისე მუდატეხილები არიან. ძალიან დიდი იმედი გქონდათ და მუდატეხილები არიან ქალბატონ ეკაბესელიაზე. ბარ ძალიან ბევრი რამე დავპირდა. მე დავპირდი, რომ ქალბატონ ეკაბესელია შეძლებს იმის გაკეთებას, რაც დაპირდა მათ. გოგი ქავთარაძის სახელმწიფო გახდა შეუძლებელი იქ, სადაც მე ვიყავი უბრალოდ ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ჩამაყენეს. მე ვითხარი, რომ ბატონი გოგი ღირსეული კაცია და დაგიდგებათ გვერდით და ერთ-ერთი მთავარი იქნება ამ ომის მომზადებაში. ეს ხალხი თulis, სასტაფლები თვლიან, რომ თუ ბატონი ბიზნე აველიშვილია ორი კვირის განმავლობაში არ მიიღოს ზოგადი, ეს ნიშნავს, რომ მაშინ ბატონი ბიზნე აველიშვილის კლანი და როგორც ამბობენ მისი ოჯახის ზოგიერთი წევრი საუბრობდნენ ამას ხმამაღლა, ჩვენ საიტზე დევს ეს ესენი მასალები, რაც და ეს თავისთავად შევარდნაძის კლანი მართავდა, ოჯახის კლანი მართავდა, მერე სააკაშვილის ოჯახის კლანი მართავდა, დღეს პრაქტიკულად ალასანია და ბიძა ალასანია და ესე იგი სააკაშვილის ძმები არიან იქეთ, ეხლა გადადის ნელ-ნელა სხვის ხელში და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს დაკავშირებული იქნება ბატონ ბიძინა აველიშვილთან. მე დავპირდი და ამით ვამთავრებ, რომ თუ ბატონი ბიძინა აველიშვილი ორი კვირის განმავლობაში გადამჭრელ ზომებს არ მიიღებს, 1 მილიარდი დოლარის პროდუქცია, რომელიც აწყვია და აჩუქა სააკაშვილმა მერაბ სამედაშვილს, ამას ზესტაფონს და ზესტაფონებს არ დაუბრუნებს, ეს ნიშნავს, რომ ზესტაფონები არიან მართალი და როგორც დავპირდი, რომ ზესტაფონებთან ზესტაფონებთან დავიწყებთ ბრძოლას ამ ხელისუფლებისა და პირადად პრემიერის წინააღმდეგ, თუ ეს გადამჭრელი ღონისძიებები არ იქნება მიღებული. ეს იქნება პირველი ნიშანი ყველა ქალაქისა და რაიონის ჯანსაღი ძალებისათვის. მოიცინეთ ეს მეჯღანოაშვილები, მოიცინეთ ის დამგებლები, რომლებიც ამბობენ, როგორც ზესტაფონში მე რიჩკავარო დამგებელს უთქვამს, ხელს ვაწერ, მეტი არაფერი და მე მის მოადგილეს უთქვამს, მე ფურცელი ვარ, ჩემზე იწერება, მეტი არავინ არაფერს არ მეკითხებაო. აი ეს არის კატასტროფა. აი თანამედროვე მეჯღანოაშვილები და თანამედროვე ასე ყმარყვარეები როგორ დააჯდნენ ქვეყანას თავზე და რა სიტუაციაა. მე ამის დიდ მაგალითებს ხედავ ქუთაისში, ვამზადებ სპეციალურ ანალიზს ამ ქუთაისთან დაკავშირებით და რეალობაა იქ, რომ იქ სადაც თემდორაძე იქნება ნაციონალური მოძრაობის მთავარი წარმომადგენელი იქნება სიტუაციების მართავი, ის ქალაქი თავისთავად შეურაცხყოფილია უკვე და ვინც არ თulis ამას შეურაცხყოფად მისი საქმეა და ვინც კიდე ასე ის გადაწყვეტილებებს იღებს, რომელი გადაწყვეტილებების ბოლო პერიოდშია მიღებული. ვიმეორებ, მაფიები აზიელ რაიონებს არაფერი არ არის ვინმეს ხელში 90-95% არის ყოფილი გამგებლების, ყოფილი დეპუტატების და საერთოდ დეპუტატების ხელში ყველა ქალაქსა და რაიონში. ეს თუ არ დასრულდა, არავით არ ხსნა არ იქნება. ვითაც დაიწყება ამთავრებს საქართველოს მომავალი თავისუფალი მეწარმეშია. თავისუფალი მეწარმე არის იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულია კანონმდებლობა და სადაც მეწარმეს არ აინტერესებს ვინ იქნება პრეზიდენტი, ვინ იქნება გუბერნატორი, ვინ იქნება მერი. სადაც მეწარმეს აინტერესებს, როგორ ცხოვრობს იმ რაიონის ხალხი. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ეს არის დემოკრატიული ბიზნესი. დიდი მადლობა. მე უნდა გითხრათ, რომ ქუთაისის მერი არის უღირსეულესი ოჯახის წარმომადგენელი. შევთვის მას რომ ერჩია გოჩა თევდორაძეს და ამ გუნდის პირობებში მე მას არ ურჩევდი, რომ ჩამოსულიყო და ყოფილიყო ესე იგი ქალაქის მერი. მე მას თავდროზე ვთხოვე, რომ ჩამოსულიყო ვიცე-გუბერნატორად და ეს იყო ჩემი გუნდსმენი წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს არის დიდი ინტელექტუალური და ინტელიგენტური წყობის ოჯახი, ნამდვილი ქუთაისური ოჯახი, უწესრიესი ოჯახი. დიმიტრი კოპალიანი, მისი ბაბუა, მისი მამა, მისი ოჯახი სულ მეცნიერები და ცნობილი ადამიანები არიან. ხელის უნდა შეიხვეწო ასეთ ადამიანებს, რომ ქალაქის მერად მოვიდეს და ებრძვიან ასეთ ადამიანებს. მე კი მეთქელიეორებ. მე ვიცი, რომ მას არ გაახარებენ, მე ვიცი, რომ მას ხელი შეუშლიან, მაგრამ მას მომავალი წინა აქვს. ის არის ძალიან დიდი ესე იგი, როგორც კი ოჯახის და ძალიან დიდი განათლება მიიღო მან. თავის დროზე ნიუპორტში ჩვენს დაძმობილებულ ქალაქში პირველი წავიდა. მე ვამაყოფილით, რომ მილეცით მას რეკომენდაცია და ნიუპორტელები ამაყობდნენ ის სწავლობდა იქ. დეტროიტში უდიდეს შედეგებს მიაღწია, ჩამოვიდა კაცი, რომელსაც აქვს თანამედროვე ბიზნესის და თანამედროვე დემოკრატიის გამოცდილება. დღეს გითხარით, რომ ყველაფერი მეჯღანოაშვილების და იმ მედროვეების ხელშია და ამიტომ მეჯღანოაშვილები და მედროვეები ისეთ პიროვნებას, როგორც დიმიტრი კოპალიანი არ გაახარებენ, მაგრამ მას ბედით უნდა დაუდგეს ქუთაისი.
წარმოდგენილი კანდიდატებიდან რამდენად რეალურია, რომ ნინო ბურჯანაძემ შესაძლებელი კონკრეტულად გაუწიოს მანგოლაშვილს და როგორ საერთოდ რომ გიორგი მარგველაშვილი არის შეცდომა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, ეს სულაც არ ნიშნავს მის წინააღმდეგ ბრძოლას. მე გარწმუნებთ თქვენ, რომ ერთი წლის მერე თვითონ იტყვის თუ გავიდა, რომ მისი პრეზიდენტობა იყო შეცდომა. დღეს სერიოზული კოალიციის გარეთაა საჭირო პიროვნება. მე ვერ ვხედავ კოალიციის გარეთ დღეს უკეთეს პიროვნებას, ვიდრე ნინო ბურჯანაძეა. ნინო ბურჯანაძეზე მწვავე გამონათქვამებით ჩემზე მეტი ცოტა ვინმეს ექნება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიტუე პოზიცია, რომელიც მას დღეს უჭირავს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მისი რეკომენდატორი არის სახალხო კრება, ის 1 მილიონი ადამიანი, რომლის სახელთანაც სახალხო კრებაა დაკავშირებული და ქალბატონი ნინო გაფრინდაშვილი. მე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ბიძინას და ყველას მინდა უთხრა, რომ როცა ვსაუბრობთ ბატონი ბიძინა თქვენს გულზე, თქვენი გუნდის წევრი კრებაში და ყველგან იყო ქალბატონი ნინო გაფრინდაშვილი. მე ერთი პიროვნება ვიცი, ვისთანაც ბატონი ბიძინაზე რაიმეს თქმა არ შეიძლება, ეს არის ქალბატონი ნინო გაფრინდაშვილი. და ჩვენ აი რაღაც დომინირებს მისი განწყობა კრებაში და მე ვერ გეტყვით, რომ ასეთი დიდი პიროვნება და ვიცი, რომ ბატონი ბიძინაც მისარნი კეთილადაა განწყობილი და ვიცი, რომ როგორია ქალბატონი ნინოს განწყობა, ეს არის საუცხოო და როდესაც ასეთმა პიროვნებამ დააყენა ქალბატონი ნინო გაფრინდაშვილი, მე ვფიქრობ, რომ ეს ღირს დაფიქრებათ ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის, მით უფრო მისთვის ყველაზე ნამდვილმა მხარდამჭერმა, რომელიც არაფერს არ ითხოვს და მუდმივად მისი მხარდაჭერი იყო. ნინო გაფრინდაშვილმა წამოაყენა ეს წინააღმდება. მე ამიტომ გითხარით, რომ კრება ჩვენი პარტია განსხვავებით სხვა ბევრი პარტიისაგან, ეხლა რასაც იტყვის ლიდერი, ის არის მთავარი. მე ვიცი ძალიან რამდენიმე პიროვნება, რომელიც თქვა არიზეარებს იმ მოსაზრებას, რომელიც მე მაქვს. ამიტომაც ჩვენი პარტია ძლიერი. ჩვენთან არიან მეცნიერები, ჩვენთან არიან მოღვაწეები და მე ზოგიერთმა გამოკრიტიკა გაზეთებია, იმიტომ რომ ჩვენთან ეს პოზიციაა, რომ როგორ თქვენ ხარს უჭერთ და თქვენი პარტია არ უჭერს. ჩემი პარტია კი არ არის, ეს არის პარტია თეთრები. და ეს არის ძალიან დამორჩეული ადამიანების პარტია. ჩვენ ორი დღე გქონდა უკვე დისკუსია ამ საკითხზე, თავიდან შემომთავაზეს მე უთხარი კატეგორიული ვარ და დავასაბუთე. მე ვუთხარი, მაშინ არავის არ ქონდა დაყენებული წინააღმდება. კარგი იქნება თუ თქვა პოლიტიკის გარეთ როძებთ, იქნებოდა კარგი მინდია უბრეხელიძე, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პიროვნება და თქვა ისეთი პიროვნება, რომელსაც იურიდიულ წრეებში მსოფლიოში აქვს დიდი ავტორიტეტი და მე საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარი ყურებით ვისმინე, ესე იგი რას ლაპარაკობდნენ მასში მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები სტრასბურგში და როგორ დაამთავრა მისი 10 წელი მას სტრასბურგში. თუ თქვა უფრო ახალგაზრდა იყო საჭირო და საერთოდ პრეზიდენტები არც ერთ ქვეყანაში 60 წელზე ახალგაზრდა ისეთ ქვეყნებში თქვენ ძლიერი ქვეყნები იცით არც არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ თუ ახალგაზრდა იყო საჭირო ბატონი პაატა ცნობილაძე, მსოფლიო იურისტთა ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი სოცოციალისტ-კარიშვილი, სხვა ვინმე. მე ვინეორებ, რომ ჩვენ ერთ ფილმზე კი არ ვიციკლებით და არც ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს არ მიაჩნია, რომ თქვა სხვა კანდიდატურა არ შეიძლება განხილული იყოს. მე ვამბობ, რომ ჩვენი ღირსება არის იმაში, რომ ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, მაგრამ თუმცა რომ ამ ეტაპზე უნდა იყოს პოლიტიკოსი გამოცდილებით, უნდა იყოს კოალიციის გარეთ და ამ სიტუაციაში ქალბატონ ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა, ესაა ჩემი პოზიცია.